სახლი კოჯორში, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან ლამაზი და იდუმალია, უცნაურ ისტორიებს და ლეგენდებს ინახავს. მიტოვებულ სახლში წლებია არავის უცხოვრია. ამას ერთი შეხედვითაც ადვილად შეამჩნევთ. ამ დაცარიელებულ სივრცეში, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ახლა მხოლოდ მოჩვენებები ცხოვრობენ. ანუ რაც მე ამ სახლის შესახებ ვიცი, არსებობს ასეთი ლეგენდა, რომელიც მე მაქვს მოსმენილი კოჯრის უხუცესებისგან, ამ სოფლის უხუცესებისგან, ანუ რომ ვინც აქ იცხოვრა, არავინ არ გაჩერდა. მე ვიცი რომ ერთი ოჯახი საერთოდ დაიღუპა, არავინ არ აკითხავს საერთოდ, არავინ არ აკითხავს, ეს არის აბსოლუტურად მიტოვებული და უპატრონო ტერიტორია. და შიგნით თუ შეხვედით წეღან, არ ვიცი იგრძენით თუ არა ძალიან საშინელია ურა. დღისით რო შეხვიდეთ საერთოდ არაფერი, მაგრამ ღამე შესვლას იქ არ გირჩევთ უბრალოდ რა. სახლის უცნაური ისტორია 1921 წელს მე-11 არმიის შემოსვლას უკავშირდება. გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ ადგილებში უამრავი მებრძოლი დაიღუპა. სახლის იდუმალებას კი აქ დამარხულთა სულებს უკავშირებენ. ცნობის მოყვარე მნახველები კოჯრის სახლში ნებართვის გარეშე შედიან, რადგან როგორც ამბობენ, მფლობელი წლების წინ გაუჩინარდა და მისი ვინაობა არავინ იცის. მისტიკის მოყვარულები სახლში ძირითადად ღამით შედიან, იქედან გამოსულები კი სხვადასხვა ისტორიას ყვებიან. შევედი მეგობრებთან ერთად და ერთ ოთახზე მითხრეს, რომ აი იქ არ გაბედო შესვლა, იმიტომ რომ ნერვოზი ახალი გადატანილი მქონდა. შევედი იმ ოთახში და იმის თანასაშინელი შეგრძნება დამეუფლა იმართლა, აი არც იოდა იმ საღამოს, მაგრამ იმ ოთახში ყინავდა და აი რატომღაც მეჩვენებოდა, რომ ჩემს ზურგს უკან რაღაცეები ან ვიღაცეები რაღაც მოძრაობდა, არა და ჩემი სამივე მეგობარი იდგა წინ. და აი ადგილზე გავშეშდი და ვეღარც იქით გადავდგინა ბიჭი, ვეღარც აქეთ ერთი რაც თქვი, ეს იყო გამიყვანეთ დროზე აქედან მეთქი და ნერვოზი თავიდან დამეწყო. ზოგს ბავშვი ელანდება, ზოგს დაკიდებული ქალი ელანდება. ერთი შემთხვევა მახსოვს ასეთი შეგნებულად არ ვასახელებ იმ ადამიანის სახელსა და გვარს, მაგრამ ვიცნობ, რომელმაც აი აქ შევიდა ამ სახლში, მოეჩვენა დასახიჩრებული ბავშვი და იმის მერე ერთი კვირა რეაბილიტაცია დაჭირდა. და რასაც ამბობენ, ანუ ყველას რაღაცა ესმის და რატომღაც ყველა ერიდება ამ თემაზე საუბარს და აი რატო ერიდება, ეგ უკვე ნამდვილად აღარ ვიცი. ოთარ ბექაური ადგილობრივებს შორის ერთადერთია, ვინც იდუმალ სახლზე გვიამბო. კოჯრის მაცხოვრებლები ამ თემაზე საუბარს გაურბიან და ჟურნალისტების დანახვაზე აგრესიულებიც ხდებიან.